ჩვენ გვახსოვს წარსული და ვიყურებით წინ. პოლიტიკური დეტექტორი კობა ბენდელიანთან ერთად. დეტექტორი ტყუილს გამორიცხავს. გამარჯობა. მივესალმები ყველას, ვინც ახლა გვისმენს და ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდება. მე ვარ ჟურნალისტი კობა ბენდელიანი, რომელიც რადიო პოლიტიკის ეთერში გადაცემაში პოლიტიკური დეტექტორი თქვენთვის პირდაპირ ეთერში იმუშავებს. დადგა დრო პოლიტიკურმა დეტექტორმა პოლიტიკურ პარტიებს უმასპინძლობს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ეროვნული ფორუმის ლიდერები ბატონი კახა შარტავა და ბატონი რეზო შავიშვილი. მოგესალმებით ბატონო კახა, მოგესალმებით ბატონო რეზო. მოგესალმებით, მე ვარ კახა. ვიდრე ბატონებო საქმეზე გადავალთ, ჩვენ მსმენელებს და სტუმრებს მოკლედ მინდა შევახსენო გადაცემის ფორმატის შესახებ. გადაცემა პოლიტიკური დეტექტორი გაახლავთ მცდელობა რადიო სივრცეში იყოს ერთგვარი მოედანი, პლატფორმა, ტრიბუნა, პოლიტიკურ თემებზე ასთა ჭიდილისა და კონკურენციის მშვიდობიანი რინგი, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს 8 ოქტომბერს ინფორმირებული და გააზრებული არჩევნების გაკეთებას გაგვიადვილებს. რადიო პოლიტიკა თავის ეთერს თავაზობს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს. მათ კი უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ და ჩვენ მსმენელებს გვახსოვს წარსული და ვიყურებით წინ. ამიტომაც მათ არჩევნებამდე ჩვენს ეთერში ყოველგვარი მოკიბულისა და დემაგოგიის გარეშე უნდა უპასუხონ ჩვენი და ჩვენი მსმენელების კითხვებს ჩვენი ცხოვრების აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებზე. ყოველ გადაცემაში ჩვენს მსმენელებს საშუალება ექნებათ მოусმინონ ერთ კონკრეტულ პარტიას, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გაიგოთ მათი პოლიტიკური გეგმების შესახებ. ჩვენ მსმენელებს კი შევახსენებ, რომ თქვენ გადაცემის მსვლელობის დროს გაქვთ საშუალება დარეკოთ ჩვენთან სტუდიაში ტელეფონებზე 237 103 238 139 და ჩვენ სტუმრებს მათთვის საინტერესო კითხვები, თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვათ. გახსოვდეთ, თქვენზე, ჩვენს მსმენელებზე, ვინც ახლა გვისმენს, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდება, ბევრადაა დამოკიდებული მომავალი 4 წლის მანძილზე, ვის ჩავაბარებთ ქვეყნის მართვის სადავეებს. გადაცემის ფორმატთან კიდევ რამოდენიმე დეტალი მინდა შევახსენო ჩვენ მსმენელებსა და თქვენს ბატონო სტუმრებო. ჩვენ გვაქვს დეტექტორის ანკეტა, კითხვები და ბლიც კითხვები. დეტექტორის ანკეტა და თქვენ საშუალებას მოგცემთ პრაქტიკულად ყველა იმ კითხვაზე გასცეთ პასუხი, თუ რატომ უნდა მოგცეთ ხმა თქვენ ჩვენმა მომჩერელმა 2016 წლის 8 ოქტომბერს. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური დეტექტორის დღევანდელი სტუმრები არიან ფორუმის ლიდერები ბატონი კახა შარტავა და ბატონი რეზო შავიშვილი. დღევანდელ ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებული წარდგენა არჩიდებათ, ვისაც კარგად ახსოვს უკანასკნელი 25 წლის საქართველოს უახლესი ისტორია. ძნელია ვინმე არ იცოდეს, რთულია ვინმე არ იცოდეს, ძნელი წარმოსადგენია ვინმე არ იცოდეს, ვინც ბრძანდებიან დღევანდელი ჩვენი სტუმრები. ბატონებო, თქვენ ვიდრე ჩვენ საქმეზე გადავალთ, გაქვთ საშუალება დაზოგოთ დრო და კითხვებზე, სანამ ვიდრე კითხვებზე გადავალთ, თქვენ გაქვთ საშუალება მიესალმოთ ჩვენ მსმენელებს. გისმენთ? მივესალმებით თქვენ მსმენელებს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და მადლობას ვეთყობთ ყველას, ვინც მოიცლის ამ რთულ ვითარებაში და ჩვენ მოგვისმენს. პირველად ვართ ახლა ამ ფორმატში ჩვენ სტუმრად და ფორმატიც ახალია. იმედს ვიტოვებ, რომ წარმატებული იქნება ფორმატი, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ პოლიტიკოსების მოსმენა ხშირ შემთხვევაში მოსაბეზრებელიც გახდა უკვე ალბათ მოსახლეობისთვის, მაგრამ ასეთი ტიპის ახლებულმა ფორმატმა შეიძლება უფრო საინტერესო გახადოს ეს წინა საარჩევნო პოლიტიკური ბატალიები, გამოსვლები. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მსმენელს მოთმინებისთვის და ინტერესისთვის დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მზად ვართ თქვენ შეკითხვებზე გავცეთ პასუხები. ძალიან კარგი. ეს კახა იყო თუ რეზოს ბატონო მოგესალმებით. მოკლედ კარგით. ბატონებო, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რა კითხვით დამეწყო, იმიტომ რომ ჩვენი ამომრჩევოს ძირითადად დასაქმების პრობლემა აწუხებს, სოციალური პრობლემები აწუხებს, მაგრამ რადგან უმთავრესი საკითხი ქვეყანაში არის კონსტიტუცია და ქვეყნის მოწყობა, მე მგონია რომ უპრიანი იქნება ჩვენი დღევანდელი ესე ვთქვათ საუბარი, დეტექტორის ანკეტა ამ კითხვით დავიწყოთ. გისმენთ ბატონებო, რა კორექტივებს შეიტანდით თქვენ დღეს მოქმედ კონსტიტუციაში და იმ მოწყობაში, რომელიც პრაქტიკულად გვაქვს თუ არ გვაქვს, არც კი ვიცი, მე მგონი ახლა ჩამოყალიბების სტადიაშია. გისმენთ? სამწუხაროდ
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მას მერე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებას 75%-იანი ქორუმი დაჭირდა, მხარდაჭერა დაჭირდა პარლამენტის მხრიდან. ასე რომ სერიოზულ ცვლილებებზე ლაპარაკი ზედმეტიც კია. მათ შორის ისეთ ცვლილებებზე, რომელიც სრულიად აუცილებელია და ჩვენ ვეძებთ ხერხებს კონსტიტუციის ცვლილების გარეშე შევცვალოთ კანონმდებლობა, ასეთი კვორუმი არ ჭირდება კანონმდებლობის ცვლილებას, ისე რომ სახელმწიფო მოწყობა, მათ შორის სამიშტოს განლაგება, ტრადიციული სამიშტოს განლაგება მოვაწყოთ ისე, რომ როგორც მინიმუმ საზოგადოება არ დაზარალდეს. თქვენ იცით დღევანდელი სიტუაცია, მაგალითად სასამართლო ხელისუფლებაში, რომელიც ძალიან მალე დაკომპლექტდება უადო მოსამართლეებით და იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს ყავს სასამართლოს, იცით რომ ეს შემადგენლობა ძირითადად დანიშნული იყო წინა ხელისუფლების პირობებში, იცით რომ სასამართლო გამოყენებული იყო როგორც პოლიტიკური იარაღი. ბატონო რეზო, უკაცრავად მართლმსაჯულების საკითხებზე ჩვენ აუცილებლად შემდგომ გადავალთ. შემდეგი კითხვა ჩემი ზუსტად მართლმსაჯულებაზე იქნება. ჩვენ ადგილობრივ მოწყობასაც კი ვერ შევცვლით, ქუთაისიდან თბილისში დედაქალაქში პარლამენტი ვერ გადმოგვაქვს და საყოველთაოდ სასურველი პროპორციული სისტემა არჩევნებისა ვერ დავნერგეთ, იმიტომ რომ კონსტიტუციური უმრავლესობის შექმნა პარლამენტში პრაქტიკულად შეუძლებელია. მესმის ის პრობლემები, რომელიც კონსტიტუციაში კორექტივების შეტანას ეხება, მაგრამ იქნებ მაინც ღირდა გაგვემახვილებდა ყურადღება თვითმმართველობის პრობლემებზე, იმიტომ რომ რეალურად თვითმმართველობა კი გვაქვს, მაგრამ არც გვაქვს. უამრავი კანონები იყო მისაგები, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას, ესე იგი, მისცემდა მეტ საშუალებას განეკარგა თუნდაც თავისი გონება ადგილზე და ასე შემდეგ და ნაკლებად ყოფილიყო ცენზა დამოკიდებული, ყველაფერი ეს არ მომხდარა. იქნებ ამ თემებზე გაქვთ თქვენი მოსაზრება? გვაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა ბატონო კობა შეგახსენებთ, რომ ამ თემებს არ ჭირდება კონსტიტუციური ცვლილება. ამიტომ შევიკავეთ თავდაპირველად დავიწყოთ მოწყობების მაინც ეხება. თავარი პრობლემა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს ეხება, ეს არის ფინანსების უკონლობა. ფიქცია ხელისუფლება, რომელიც ადგილზე არის და არ აქვს ფინანსები და არ აქვს საკუთრება. რა უნდა განკარგოს, რა შეიძლება ასეთმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, რომელი ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, რა სახსრებიდან უნდა დაამტკიცოს და როგორ უნდა გაატაროს ის პოლიტიკა და მოგეხსენებათ ადგილობრივი თვითმმართველობა და საერთოდ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან ყველაზე ახლოს არის, მან ყველაზე უკეთესად ჭირდება, ყველაზე უკეთესად იცის რა ჭირდება მოსახლეობას იმ მომენტში, იმ ადგილას, ამისთვის არიან არჩეულები, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ქონება, მათ არ აქვთ ფინანსები. ეს არის მთავარი პრობლემა. სტრუქტურას რაც შეეხება. ეგ შეიძლება ამ პრობლემებთან მიმართებაში არსებითიც კი არ იყოს დღევანდელ ეტაპზე. ანუ შეიძლება იმის თქმა, ბატონო რეზო, თუ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში თვითმმართველობის საკითხები ის, რომელიც თქვენ ახლა დააკენეთ, იქნება თქვენი ინტერესის სფერო და პროგრამული დოკუმენტი იქნება. მეცაც გეტყვით, ჩვენ 5 წლის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი შეხედულებები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ისინი არ დაძველებულა. ჩვენს ინტერნეტ გვერდზე ჩამოკიდებულია ესა, დიდი ხანია. მე ვერ გეტყვით, რომ მნახველთა რაოდენობით დაიქვეყნის ეს გვერდი მთლიანად და კონკრეტულად პროგრამული ნაწილი, მაგრამ ასეთი შეხედულებები ჩვენ გვქონდა. გვაქვს და მომავალშიც გვექნება ყოველმხრივ შევეცდებით, რომ შევცვალოთ არსებული სიტუაცია. სხვათა შორის ჩვენ კოალიციის წევრები ვიყავით და ხალხს დაუპირდით, რომ თვითმმართველობის რეფორმა იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი და პროგრამაშიც ასე იყო გაწერილი. თავის დროზე ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ხადურმა გვითხრა, როცა დავსვით ჩვენ ეს საკითხი ფორუმმა, რა ხდება ფინანსებთან დაკავშირებით. ახლა არჩევნები ახლა ჩატარდა და მომავალი წლიდან გავაკეთებთ. თითქოს ვინმესთვის საიდუმლო იყო, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2015 წელს. ბატონო რეზო, პირველ კითხვაზე
მეტნაკლებად ჩვენ მივიღეთ პასუხი ჩვენ მომსმენელმა იმედია და მე გადავალ მეორე კითხვაზე, მეორე კითხვა, როგორც უკვე გითხარით, იუსტიციასა და მართლმსაჯულებას შეეხება. ძნელია წარმოიდგინე, რომ კახა მილაპარაკოს ეხლა, იმიტომ სამართლიანობისა და მართლმსაჯულების გარეშე. იგი ძალიან გავს სახლს, კარებისა და პანჯრების გარეშე. სამართლიანობის გარეშე ვერანაირი საზოგადოება ვერ იარსებებს, მით უმეტეს სახელმწიფო. არა და ამ თვალსაზრისით, როგორც გაირკვა, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. მოსამართლეთა კორპუსში არსებული ვითარება საგან გაშუა, როგორც ბევრი ექსპერტი ამას ამბობს, მეტიც პრაქტიკულად არაფერი არ შეიცვალა ის, ვინც წინა ხელისუფლებაში თავარი დირიჟორის როლს ასრულებდა თურმე მოსამართლეთა კორპუსში, ეხლა იგივე როლს ასრულებს. მე აღარ გადავალ, აღარ ჩაუღრმავდები ამ საკითხს, უბრალოდ რადგან საკითხი ეხება მართლმსაჯულებას, მე ვიცი რომ ფორუმს ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით. თქვენ კი ბრძანეთ, რომ თქვენ გვერდზე ცოტა ვინმე შედის, მაგრამ მე მოვახერხე და წავიკითხე ბატონ ერონზო და ვიცი რომ ეროვნული ფორუმი საზოგადოებას თავაზობს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეების თანამდებობაზე დღეს სააპელაციო სასამართლოები, то есть ორივე ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეებს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ფორუმი, ეროვნული ფორუმი კი საზოგადოებას თავაზობს ორივე ინსტანციის მოსამართლეები ყველა დაკომპლექტდეს სახალხო კენჭისყრით არსებნების საშუალებით. საინტერესო იქნება რამდენად რეალიზებადია ის, რასაც თქვენს თავაზობთ საზოგადოებას. კი ბატონო, პირობები აქვს ამას ყველაფერს, რატო გაუჩნდა ფორუმს ამ ასეთი აზრი. თქვენ იცით, რომ ის მოსამართლეთა კორპუსი უკვე აუღნიშნეთ, რომ დაკომპლექტებულია წინა ხელისუფლების პირობებში, გახსოვთ გამამტყუნებელ განაჩენთა პროცენტი 99, რამდენიმე ასეულ ათასი 300 ამბობს ზოგი 400,000 პრობაციონერი, ანუ კორპუსი მოსამართლეთა პირველი და მეორე ინსტანციის კორპუსი მთლიანად ჩათრეული იყო დანაშაულში. მთლიანად ჩათრეული იყო დანაშაულში. ცხადია გამონაკლისები არსებობდა, მაგრამ ასეთი მოსამართლეების რიცხვი იყო ძალიან მცირე, მათი ხმა იკარგებოდა საერთო კაკაფონიაში და როგორც წესი ასეთი მოსამართლეები, არა ფიზიკურად რა თქმა უნდა, განიდევდნენ სასამართლოდან. მე მაგალითები შემიძლია მოგახსენოთ ნათია წკეპლაძე, თეიმურას თოდრია და სხვები. ასე რომ ჩვენ დღეისთვის გვაქვს უსამართლო სასამართლო, ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო და ის შესაძლებელია. შეცვლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. არანაირი იმიტომ რომ მოსამართლეთა კონფერენცია ეს უმაღლესი დონის ინსტანცია, ირჩევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და როგორ აირჩა თქვენ იცით ესა ახალ საზოგადოება და მე ისინი ნიშნავენ ისევ ამ მოსამართლეთა კორპუსში. გასაგებია პრობლემა, გასაგებია პატრონეზო, მე რამინდა ესე იგი დავაზუსტო. ესე იგი ეროვნული ფორუმი სთავაზობს საზოგადოებას მოსამართლეების საერთო სახალხო კენჭისყრით არჩევას. მე წეგანაც გითხეთ და იქნებ ამაზე გადავერთოთ რა მაქვს ყველობაში, რამდენად რეალიზებადია და ხალხი როგორ შეხვდება ამას. ჩვენ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, არის ყველაფერი უნდა მოიწონოს ხალხმა. ხალხი როგორ შეხვდება ამ იდეას? მე ვფიქრობ, რომ კარგად შეხვდება, რადგან სხვა მექანიზმი უკვე აღარ დარჩა. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, კონსტიტუციით და ამას ჩვენ ვეღარ შევცვლით. ეს მოსამართლეები ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდებიან უვადო მოსამართლეები. ანუ ეს კორპუსი ჩვენ დაგვრჩება სამუდამოდ. გასაგებია, რომ ხანდახან ცვლილებები იქნება, იმიტომ რომ ვიღაცა პენსიაზე გავა და მაპატიეთ ვიღაცა შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ ახალი მოსამართლე მის ადგილზე დაინიშნება ისევ ამ კორპუსით დაკომპლექტებული რა ქვია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით. ამიტომ გამოსავალი არ დარჩა გარდა არჩევითობისა. ჩვენ შევთავაზებთ და უკვე შეთავაზებული გვაქვს საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ პროგრამული ნაწილი ეს ნაწილი აღარ შეიცვლება, ის უკვე გამოქვეყნდა მოსამართლეთა პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა, ანუ რაიონული და საქალაქო და
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პირდაპირ წესით არჩევა. ცხადია დგება უამრავი პრობლემა და შეკითხვა. ბატონო რეზო, პოლიტიკური სპექტრიდან ამ თქვენ იდეას ბევრი ემხრობა. დაახლოებით ასეთი იდეა გააჟღერა ბატონმა ვაშაძემ, თუმცა სერიოზული განსხვავებებია ჩვენს მოდელსა და მის მოდელს შორის. ჩვენ მოვსინჯეთ არასამთავრობოთა კოალიციასთან, რომელიც შეიქმნა სწორედ მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველს საყოფად 37 ორგანიზაცია, ყველა ცნობილი ორგანიზაცია, რომელიც თქვენ იცით, იქ არის გაერთიანებული, ჩვენ წინა ორშაბათს, ამ ორშაბათს 5 დღის წინ მათთან ჰქონდა ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა. ჯერ იყო გაკვირვება, მოულოდნელობა, მერე დათანხმება. თუმცა ჩვენ არ გვითხოვია საბოლოო პასუხი მაშინ ჩვენ თქვით რომ გაარკვიეთ, გაარჩიეთ და დაველოდებით კრიტიკასაც, წინადადებებსაც და მხარდაჭერასაც. საქმე ის არის რომ უვადოთ უნდა ავირჩიოთ მოსამართლეები. დიახ. ჩვენ ვთავაზობთ მექანიზმს, პოლიტიკის მთლიანად გამორიცხვას, ანუ პარტიებიდან აგიტაცია, დაფინანსება, წარდგენა და ასე შემდეგ. სამაგიეროდ ვთავაზობთ პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სამეცნიერო და სამეცნიერო სასწავლო დაწესებულებებიდან წარდგენის მექანიზმი. მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გნებავთ ფაკულტეტის სახელით, გნებავთ მთლიანად უნივერსიტეტის სახელით, სამართლის ინსტიტუტის სახელით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, დაფინანსების სრულიად განსხვავებულ წესს, მათ შორის სახელმწიფო აგიტაციის სახელმწიფო დაფინანსებას, ხო? დასახელდა ყველა ოლქში, დაახლოებით 300 ოლქი იქნება, დიდი ოლქები არ იქნება. დასახელდებიან იქ კანდიდატები, შეიქმნება ფონდი, მათ შორის სახელმწიფო სახსრებითაც და მოქალაქეთა შემოწირულობითაც და თანაბრად განაწილდება ყველაზე და ასე შემდეგ. რომ არ ჩაიდოს პოლიტიკური ინტერესი, ხომ? და რომ არ ჩაიდოს კორპორატიული ინტერესი, მაგალითად მსხვილი ბიზნესისა. უნდათ დაფინანსება, ცალკე მოსამართლეს ვერ დააფინანსებენ, ფონდში უნდა შემოიტანონ საერთო ფონდში ის თანხები და ასე შემდეგ. მექანიზმი სრულად არის გაწერილი, ჩვენ დრო არ გვექნება იმისთვის რომ ეს წაგიკითხოთ თავიდან ბოლომდე ცხადია. საზოგადოებას ვთავაზობ, გაეცნოს ამას და ძალიან გვაინტერესებს კრიტიკული შენიშვნებით, ძალიან გვაინტერესებს განსაკუთრებით იმ ადამიანების მოსაზრებები, ვინც წინააღმდეგია ასეთი სისტემის. იცოდეთ რომ სოფლიოში ეს იქნება პირველი არჩევითობა არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველი ინსტანციის და ასევე პირველი ინსტანციისა შვეიცარიაში, მაგრამ ვადიანია ყოველთვის. ჩვენთან იქნება პირველად უვადო. ესეც იძულების მექანიზმია, იმიტომ რომ კონსტიტუციაში ასე წერია და ჩვენ ამას პასუხი მიღებულია, ბატონო რეზო, პასუხი მიღებულია და შეთვითონ არ მოგწონს გობა? მე პირიქით მე რო წავიკითხე, ჯერ გამიკვირდა და მთავარი რაც არის, იმდენად მომხიბლად გამოიყურება, მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ესე იგი ემას ეს კარგი იქნება თუ ამ იდეას გაითავისებენ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და ეს არ შეიძლება გააკეთოს ერთმა პარტიამ, ერთმა ორგანიზაციამ, ეს უნდა იყოს ამ საკითხზე კონსენსუსი და ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად გადაზრდილია დღეს და რაც შეიძლება მალე. მანიშნებენ და უпростоრად მითხრეს რომ სმენელია ხაზზე გისმენთ მოგესალმებით ორივე ჩემთვის დიდი ავტორიტეტია ერთად რო იყვნენ საარჩევნოში მე გამიჭირდება რომელი ავირჩიო მაგრამ ორივეს მაძლევ ასეთ შეკითხვას ომი რომ დაიწყოს ჩვენ რომელ მთავრობას უნდა ვდენდოთ შეკითხვის უკაცრავად დააზუსტეთ ქალბატონო არჩევნებამდე თქვათ დაიწყო ომი და ამ ომს აპირებენ ჩვენ რომელ მთავრობას უნდა ვდენდოთ ასე ზარისთვის დიდი მადლობა ქალბატონო გითხრათ სიმართლე გითხრათ ომი რო დაიწყოს ქალბატონო ერთი მთავრობა არსებობს და იმას უნდა დაუდგე გვერდში იმიტომ რომ ომის პირობებში სახელმწიფო ვარდება განსაცდელში და ამ სახელმწიფოს უნდა დაუდგე გვერდში სხვათა შორის 2008-ში ჩვენ კი ვიყავით სააკაშვილის მოწინააღმდეგეები მაგრამ გუბას სანიკიძეს და კახა შარტავას გამოქცეული მეომრების ტრასაზე გამოსული მეომრები გაყავდა ტყეებში და მალავდნენ როცა ხელისუფლება გაქცეული იყო თუმცა
იმ პერიოდში ჩვენ ხელისუფლებას არც ვაკრიტიკებდით, გვერდზე ვედექით, უბრალოდ მოსაძებნი გაგვიხდა ხელისუფლების წარმომადგენლები. ესე იგი, ბატონ რეზო, გითხრათ სიმართლე, ან მე ვერ გავიგე ქალბატონის კითხვა. ომი რომ დაიწყოს არჩევნებამდე, რომელ მთავრობას უნდა დაუდგე გვერდზე. ესე იგი, ერთი მთავრობა მეტი არ აღნიშნე მე, რომ კიდევ ერთი მსმენელი ყავს, გისმენთ. გამარჯობა ბატონო კობა, ხო გესმით ჩემი ხმა? კი გვესმით. ძალიან კარგი, მივესალმებით თქვენს თომას, ბატონო რეზო გამარჯობათ. ეხლა მე გისმენდეთ, მართალი გითხრათ, ჩემში არ გამოიწია სასიამოვნო ემოციები, როდესაც მოვისმინე თქვენი სტუმრისგან, ბატონო რეზო, თურმე თქვენ მოსაძებნი ყოლიათ ხელისუფლება. მე ეს არ მახსოვს, მე მახსოვს, რომ ბატონი პრეზიდენტი იმ დროს მოქმედი გასაგებია, ეხლა არავინ არ გავალებთ, თუ ეხლა ვინმე გიყვარდეთ, მაგრამ ბატონო და გასაგებია, რომ გძურთ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი გავიგე, მაგრამ მე მახსოვს, რომ ბატონი პრეზიდენტი ჩავიდა გორში 8-ში, 9-ში თუ 10-ში, გორში, რომელიც იყო საომარი მოქმედებებიდან 10 თუ ისე შორ და მაქსიმალურად ცდილობდა რომ ასე ვთქვათ კონტროლი აიღო ხელში. გასაგებია, იქნებ კითხვას დასვათ. ესე მახსოვს, არა, კითხვას დავსვა, ხო ესე მახსოვს, ეხლა მოსაძებნი გაგვიხდა ხელისუფლება, ეხლა ფაქტებია სხვანაირად მახსოვს, მე სააკაშვილი ჩავიდა ქალაქ. უკაცრავად, ბატონო, უკაცრავად შეიძლება უნდა ჩაგეკითხოთ. თქვენ მე მესმის, რასაც ბრძანებთ, ეხლა გორში ვინ ჩავიდა, ჩამოვიდა, იმას არ გულისხმობ. ნახევარი მთავრობა რო წითელ ხიდზე იყო, პირველად ხსმენიათ? ისაუბრეთ თუ შეიძლება ეხლა წითელ ხიდზე იყო თუ სარკში თუ მოსკოვში, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტები. ეხლა ბატონ რეზოსტანმა კითხვა რა. კი ბატონო, ხო, ბატონო რეზო, ეხლა ძალიან დიდი ბოდიში აფრიკიანი კაცი გზადებით, შემიწოლა მგონი შვილები ყავს, მაგრამ მე როგორც მახსოვს, კონტროლის პალატის ფუნქცია არის კორუფციასთან ბრძოლა, ეხლა გადამფრენ ფრინველებზე არ არის ზრუნვა, ხო, ეხლა კონტროლის პალატის ფუნქცია და თქვენ რო კონტროლის პალატის თავმჯდომარე გზადებოდით, ნუ და გავიწყდება მეხსიერება, ანუ მე არ ამღალატებს. მაშინ ქვეყანა კორუფციაში იხრჩობოდა. თუ არა, რა ვიცი, დაიხრჩო შევარდნადი დრო და ეხლა თქვენი საუბრობთ მართლმსაჯულებაზე, რა ვიცი, ეხლა უკაცრავად გასაგებია ბატონო ჩემო დიდი მადლობა ზარისთვის და დანარჩენ მე იმედი მაქვს რომ ჩვენი მსმენელები ბევრს კიდევ დარეკავენ და იქნებ პოლემიკაში კი არ შევიდნენ ჩვენს სტუმრებთან ამეთ დასვან კითხვა აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ კიდევ ერთი მსმენელია და თუ შეიძლება მოსწროთ და ალბათ მე გიპასუხებენ ჩვენი სტუმრები გისმენთ გამარჯობათ მივესალმებით თქვენ რესპონდენტებს მოგესალმებით. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ნამდვილად სერიოზული ლოგიკაა ჩადებული, რომელსაც ალბათ პრაქტიკული განხორციელების მეტი არაფერი არ უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი პროექტები და ძალიან ბევრი სწორი აზრი იკარგება ხოლმე და ამასთან დაკავშირებით რაღაც ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე, დაფინანსება არის საჭირო. ეს სხვადასხვა პარტიები ცდილობენ რომ სათავისოთ დაიწერონ ხოლმე ქულები და ამ დროს ქვეყანა ზიანდება, სახელმწიფო ზიანდება და ის პრობლემა, რასაც ქვია სასამართლო რეფორმა, ყველასთვის ძალიან პრობლემატურია, რომელიც დაარეგულირებდა ძალიან ბევრ პრობლემატურ საკითხებს. იქნებ თქვენ რესპონდენტებს ვთხოვოთ რომ გარკვეულწილად ამ საქმის ხურში ჩაგვაყენო მხარდამჭერები ალბათ ბევრი ეყოლებათ. კი ბატონო, მე გასაგებია მიგიხვდით ბატონო ჩემო რაღაცა რეალური გამოსავალი ალბათ მაგაშია, იმიტომ რომ რასაც მე უსმენ გასაგებია ალბათ ყველასთვის მისაღები იქნება და გარანტირებული იქნება. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის ბატონო რეზო უპასუხოთ არ დავტოვოთ წინა ბატონის ეს ბოლო ზარი ხელისუფლება პირველ დღეზე მოგახსენებთ გორში ჩავიდნენ გუბაზი და კახა იქ არავინ არ დახვდათ გამოქცეული იყოს ყველა 1 საათის მერე ჩამოიყვანეს გოგა გავბაშვილი ხოლოდ ეს აღნიშნე მე პრეზიდენტი რო იყო ჩასული მახსოვს და როგორ გამოიქცე ისიც მახსოვს სხვათა შორის ეს ერთი საკითხი ახლა კონტროლის პალატაზე უნდა გითხრათ ბატონო ჩემო მე 8 წელი ვიყავი კონტროლის პალატის თავმჯდომარე ხო მე ვამოწმებდი ბიუჯეტის ხარჯვებს თუ ერთხელ მაინც აკითხული გაქვთ კონტროლის პალატის ანგარიში მაშინ ამ შეკითხვას არ დასვამდით იმიტომ რომ კონტროლის პალატამ 12 ჯერ ზედიზედ შევარდნაძის მთავრობა შეაფასა არადამოკმაყოფილებლად გასაგები რო იყოს მე მას უწერდი ორიანს და ამის განხილვა ხდებოდა უზარმაზარი ანგარიშების განხილვა ხდებოდა პარლამენტში სამწუხაროდ ჩემი თხოვნის მიუხედავად არც ერთხელ პარლამენტმა არც ერთხელ არ შეაფასა არ დაეთანხმა ჩემს
შეფასებას. არა დამაკმაყოფილებელი იცით? მათ შორის კორუფციაზეც იყო ლაპარაკი. მე ციტირებაც კი შემიძლია. გითხრათ, რომ ქვეყანაში გამეფებულია სამთავრობო უკიდეგანო კორუფცია სიტყვას გეუბნებით, რომელიც წერია ანგარიში. დიდი მადლობა ბატონო რეზო, მე მგონი თქვენ ამ უწრავად პასუხი თანამდებობიდან უპერსპექტივობის გამო. გასაგებია, მანიშნებენ რომ ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. უნდებით ეთერში და განვაგრძობთ გადაცემას, ბატონებო, ძალიან მინდა გთხოვოთ ჩვენ ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს თქვენთან და იქნებ რაღაც დინამიკაში უფრო სწრაფად დავძლიოთ დეტექტორის ანკეტის კითხვები. მესამე კითხვა იქნება საზოგადოებრივ წესრიგსა და პოლიციაზე. ამ თემაზე ძალიან ბევრი სხვადასხვა სარგებ არსებობს და მე მინდა იქნებ თქვენ გვითხრათ როგორ ხედავთ გაუმჯობესების პერსპექტივას პოლიციის რომელი დაიწყებთ? გისმენთ. ყველა პოლიტიკურ ძალას დეკლარირებული აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მიდგომები, ყველა აღიარებს, რომ დეპოლიტიზირებული უნდა იყოს, გამოყენებული არ უნდა იყოს მართველი ჯგუფებისა და კლანების თუ ხელისუფლების ინტერესების დასაცავად, არამედ კანონს უნდა აღასრულებდეს და კანონებით საკმარისი გვაქვს. ამიტომ აქ შეიძლება რაღაცა სხვა დამატებით მექანიზმებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ პრობლემა მაინც იგივე დარჩება, როგორც ახლა სასამართლო სისტემას ვერაფერს ვერ უშვები, შენ თუ მოსამართლეთა კორპუსიც არ შეიცვალა და დამოკიდებულებაც არ შეიცვალა. მთლიანად სახელმწიფო სისტემის მართვის სისტემის სტილი თუ არ შეიცვალა და მიდგომები არ შეიცვალა, მთლიანად სახელმწიფო დამოკიდებულებისა, საზოგადოებისადმი, კანონის აღსრულებისადმი, მოქალაქისადმი, მარტო ცალკე აღებული პოლიციის პრობლემის და გამუდმებით დეპოლიტიზაციაზე აპელირებით ჩვენ ახლა ფონს ვერ გავალთ. ამიტომ სრული შიდა სისტემური რევოლუცია იქნება მოსაწყობი და ისეთ ტიპის ხელისუფლება უნდა მოვიდეს, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში, რომლის წარმომადგენლებიც არ შერწყმიან აქამდე არსებულ სისტემას, იმიტომ რომ თუ მოდის ისეთი ძალა და ჯგუფება პარტია, პიროვნებათა ჯგუფი, რომელიც მეტნაკლებად ამ წლების განმავლობაში რაღაცნაირ კავშირში იყო, შერწყმული იყო სისტემასთან, ბუნებრივია სისტემა ყლაპავს მას და მე არანაირი დეპოლიტიზაცია არ ხდება და არანაირი მიდგომების ცვლილება არ ხდება. ამ შემთხვევაში ახლა ფორუმი მაგალითად ამას იმიტომ ლაპარაკობს, რომ ერთ-ერთი პარტიათა შორის არის ფორუმიც, ისეთი პარტია, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა გამხდარიყო სისტემის ნაწილი, მაგრამ არ გახდა. ამიტომ ასეთი ტიპის პარტიული ჯგუფების წარმომადგენლობა შეიძლება იყოს ისეთი ტიპის ხელისუფლება იქცეს, რომელიც მართლა სისტემურ ცვლილებებს განახორციელებს და ამას მოყვება პოლიციის გათავისუფლება ძინვალდებულებებისგან, რომელიც მას არ აქვს. ეს ხელისუფლებას იცავს მოქალაქისგან და არა მოქალაქეს, თქვა კანონის დარღვევისგან და ასე შემდეგ. ამიტომ ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ამის გაკეთება სჭირდება შიდა სისტემური ცვლილება და ისეთი ხელისუფლების არსებობა, რომელიც 65 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემის, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობდა, სულ ამის ნაწილი არ ყოფილა არასდროს. გასაგებია. ბატონებო, ნებისმიერი სახელმწიფო ეკონომიკის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ძნელი წარმოსადგენია დასაქმების პრობლემა, კარგი გამართული ეკონომიკური პროცესების გარეშე ქვეყანაში. და იქნებ ამ თემებზე გაგვემახვედრებილა ყურადღება, მხედველობაში მაქვს ეკონომიკური თქვენი ხედვა როგორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. ბევრი საუბრობს დღეს იმაზე, რომ ეკონომიკური ამინისტიაა გასატარებელი, გადასახადებია დასაწევი, მაგრამ რეალურად მთლიანად რო წარმოიდგინო ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის თუ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რაღაც ძნელად აღქმადია ყველაფერი ეს და თქვენ როგორი პროგრამა გაქვთ ქვეყნის ეკონომიკის მომავალი განვითარების? კახა ილაპარაკებ თუ? დაიწყები ბატონო და ერთხელ. ხო, ეროვნულ ფორუმს აგერ თქვენ თვითონაც ხედავთ, ამხელა წიგნი მოვიტანე. ეს არის გამზადებული ეკონომიკური პლატფორმა, ეროვნული ფორუმის საპროგრამო დოკუმენტი, თუმცა ჯერჯერობით საკმარისად ნედლი განხილვის პროცესში, ამიტომ ჯერ არ გამოგვიქვეყნებია, მაგრამ ძირითადი პრინციპები მაინც სათქმელია. რა არის ესა? დიახ. რა უშლის ხელს?
პირველ რიგში ეკონომიკის პრაქტიკულად სრული მონოპოლიზაცია. შეუძლებელია ადამიანმა დაიწყოს ბიზნესი, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ მას ბიზნესი ჯერ არ ქონია. ბანკი არ მოგცემს კრედიტს, იმიტომ რომ არა გაქვს საგადასახადო ისტორია. თვითონ შესვლა იმ სფეროში, სადაც მონოპოლიზირებულია და ძირითადი ნაწილები მონოპოლიზირებულია, ძნელია. ბატონო, პრობლემა მონიშნეთ, რა უნდა გაკეთდეს? საბანკო კრედიტის ძალიან მაღალი პროცენტი და ასე შემდეგ. უამრავი პრობლემა, ჩამონათვალიც კი ნახევარსაათს მაინც დაიკავებს. სახელმწიფოს ჩარევა პირველ რიგში იმ ნაწილში, სადაც შეიძლება სიტუაციის გასწორება. მე არ ვამბობ, რომ მონოპოლიები ახლა დავანგრიოთ, მათზე კონტროლი უნდა განხორციელდეს, მაგრამ საგადასახადო სისტემა, თქვენ ახლა ახსენეთ, ფორუმის შესთავაზებს საზოგადოებას ერთგვარ ორიგინალურ ხედვას ამ მიმართულებით. საქართველოს ჩვენ დავყოფთ საგადასახადო ტერიტორიულად საგადასახადო განაკვეთების მიხედვით. დიფერენცირებული სისტემა იქ, სადაც მოსახლეობა ცოტა, არაფერი არ ვითარდება. ახალი საწარმოს შექმნა ძალიან დიდი თემაა. დიდი თემაა, მაგრამ მე რა მინდა გკითხოთ. როგორც ხედავთ თქვენ ურთულეს თემებზე გაქვთ თქვენი მკვეთრად ჩამოყალიბებული პროგრამები და თქვენ კოალიციაში იყავით ფორუმი და თუ გქონდათ ამ თემებზე საუბარი მთავრობასთან, იზიარებდნენ თუ არა, როგორც ირკვევა, არ იზიარებდნენ, თუ არ იზიარებდნენ, რატო, რა არგუმენტები მოჰყავდათ? მოდით ასე გეტყვით. კოალიციას ჰქონდა პროგრამა, მათ შორის ეკონომიკური პროგრამა. სამწუხაროდ არ შესრულდა ეს პროგრამა. პროგრამა რომ შესრულებული იყო და არა მარტო ეკონომიკაში, ხო სამართლიანობის აღდგენა, ხომ სოციალური საკითხები, ჯანდაცვის ძალიან ნაკლები რეფორმა, რომელიც მოამზადა გიახე ჩინაშვილმა ჩვენი საპროგრამო ჯგუფის ყველა მიმართულებით ხელმძღვანელი, საერთაშორისო დონის ხელმძღვანელია სოციალური საკითხების და ჯანდაცვის, ხომ ნაკლები პროგრამა. პირველადი მედიცინის პროგრამა არ შესრულდა. ჯანდაცვაზე გადავალთ ბატონო რეზო, მანიშნებენ რომ კიდე ერთი ზარია და არ ვაწყენინოთ ჩვენს თქვენს პოტენციურს შესაძლოა ამომრჩეველს. დიახ. გისმენთ? მადლობთ. გამარჯობათ. უკეთესად კითხვა მექნება თქვენ რესპონდენტებთან. ეროვნული ფორუმი იყო კოალიციის წევრი, ხო? დიახ. და მას იმ თემებზე, რასაც ლაპარაკობს და პრინციპში ვიზიარებ მათ შეხედულებას, ამ თემებზე ადრე შეეძლოთ მათ გამოსვლა და თქმა. ასევე მაინტერესებს მათი შეფასება ორ თემაზე. ერთ-ერთი ანალიტიკოსის შეფასება ესეთი, სააკაშვილის რეჟიმი იყო ძალადობრივი, უტვინო, შიზოფრენული. ეს რეჟიმი, ანუ ივანიშვილის რეჟიმი არის ფრთხილი, გაწონასწორებული, ცმიერი. კანონის უზენაესობას არჩიეს პოლიტიკური კონიუნქტურა, იგივე სამართლიანობის, ეგრეთ წოდებულ სამართლიანობის აღდგენასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს თქვენ იზიარებთ თუ არა, თუ იზიარებთ ადრე რატო არ გამოხვედით ართვით, ეს ერთი და მეორე საგარეო პოლიტიკა. დღეს ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან გაძლიერდა მემარჯვენე პარტიები, ულტრამემარჯვენეები. აი ხა ვიყავი გერმანიაში ჩამოვედი და იქ ჩატარდა გამოკითხვა. იცხოვრებდით თუ არა, ინტერაქტიული გამოკითხვა იყო ესეთი, ერთ ჭერქვეშ, ანუ ერთ ოჯახში არა, ერთ შენობაში თურქებთან. 50%-მა განაცხადა არა გერმანელების. აი მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით ევროკავშირთან რა თქმა უნდა გაძლიერდეს ინტეგრირება, მაგრამ როგორ თვლით იმ ძირითადი პრობლემების, რასაც ქვია ტერიტორიული მთლიანობა, იმიტომ რომ ეს გვინდა არ გვინდა მაინც ეკონომიკას ეხება და აისახება. საგარეო პოლიტიკაში ჩვენ აუცილებლად შევეხებით, თუ შეიძლება პირველ კითხვაზე უპასუხოთ ჩვენი მსმენელის და საგარეოზე ჩვენ აუცილებლად ვექნება საუბარი. პირველი კითხვა იქ ვიყავით და რატომ არ ვამბობდით? დიახ, ამაზეა დახასიათება იყო წინა ხელისუფლების ვიყავი თავაზეა მათ შორის კოალიციის პროგრამა, როცა ჩამოყალიბდა იქ ფორუმის პროგრამა შევიდა მთლიანად, უბრალოდ განხორციელების პროცესში შევიდა შემდეგ ცვლილებები, რასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა იყო კამათიც, აზრთა განსხვავებულას და გამოთქმაც, მაგრამ კოალიციურ რეჟიმი სწორედ იმას გულისხმობს, რომ
ჩვენ განსხვავებულ შეხედულებებს ან სხვა სუბიექტი რომელსაც ეს ჰქონდა, საჯაროდ ოპოზიციურ რეჟიმში ასეთი ფორმით ვერ დავაფიქსირებდით. ნებისმიერი განსხვავებული აზრი იხილებოდა კოალიციურ ფორმატში და თუ აღმოჩნდებოდი უმცირესობაში, ბუნებრივია გადიოდა ის, რასაც ეთანხმებოდა უმრავლესობა. ასეთია კოალიციური და ნებისმიერი თანაცხოვრების წესი და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ასე რომ ამ შემთხვევაში რის თქმაც შეიძლებოდა და რის გაკეთებაც კეთდებოდა და ითქმებოდა ოღონდ იმ წესების დაცვით, რასაც გულისხმობდა კოალიციური სამუშაო. მე მინდა ჩვენმა ქალბატონმა მსმენელმა არ იფიქროს, რომ კითხვის მეორე ნაწილი დაგვავიწყდა, ჩვენ აუცილებლად საგარეო პოლიტიკა შევეხებით. ეხლა მე მინდა გკითხოთ შემდეგ ასეთი რამ, ფინანსური პოლიტიკა როგორი შეიძლება იყოს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საბანკო პოლიტიკა და მე ძალიან მიგვირს გითხრათ სიმართლე, საზოგადოება როდესაც რეაგირებს და რეაგირებს მწვავედ ბიუჯეტის ხარჯვის საკითხებს, განსაკუთრებით პრემიებს, მიმდინარე წელს შარშანი 45 წელს მგონი ცოტა მეტია თუ ცოტა ნაკლები, რატომ არ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება? ანუ კითხვის არსი, როგორია ეროვნული ფორუმის ფინანსური პოლიტიკა, როგორია საბანკო პოლიტიკა და რატომ არ რეაგირებს, უпростоრად იმის თქმა უნდა, რომ ბიუჯეტის ხარჯვის საკითხებში ხომ არ გექნებოდათ სერიოზული კორექტივების შესატანი? გვექნებოდა და მთლიანად საბიუჯეტო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა. დიახ, ისმენთ. ჩვენი ბიუჯეტი დღეს არსებობს როგორც დანახარჯების მართვის ხელსაწყო. სინამდვილეში მთელ მსოფლიოში და აქ მე არაფერს ახალს არ ვიტყვი, ხომ? ეს უნდა იყოს რეზულტატების მართვის ხელსაწყო. ანუ მე ვლაპარაკობ პროგრამულ ბიუჯეტზე. ჩვენი ბიუჯეტი ასეთია დღეს, რა? როგორიც იყო ადრე. არსებობენ სამინისტროები, გარკვეული მოთხოვნილებები აქვთ, ხელფასის ფონდი და ასე შემდეგ, ითხოვენ ამდენს, არ შეიძლება და არ უშვებენ, რომ წინა წლის დაფინანსებაზე ნაკლები მიიღონ და ასე შემდეგ. მე ჯერ არ მინახავს სერიოზული პროგრამები სტრატეგიული გეგმის სახით, რომელსაც აფინანსებს ბიუჯეტი. უფრო სწორად, ბიუჯეტი უნდა იყოს გაწერილი ძირითადად პროგრამების მიხედვით. სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა, თავდაცვა და ასე შემდეგ. ყველგან პროგრამული, ანუ საბოლოო რეზულტატზე ორიენტირებული ბიუჯეტი. მაგალითს მოვიყვან ერთს და მელიორაციის სისტემა სჭირდება საქართველოს. ეს არის კომუნიკაციების, არხების, რამდენადაც იცი, ახლა ძალიან სერიოზული არის ამაზე ლაპარაკი, ხო? უნდა დაითვალოს, რამდენი ფული ჭირდება მთლიანად რო გაკეთდეს ესა. დიახ. ხო? და მე ბიუჯეტის შესაძლებლობების მიხედვით წლებზე გადანაწილდეს, ხო? ყოველთვის გვექნება, ყოველწლიურად გვექნება შედეგი, რა გავაკეთეთ და ბიუჯეტიდან გამომდინარე კიდე რას გავაკეთებთ მეორე წელიწადში. 5 წლიანია ეს გეგმა, შეიძლება 6 წელიწადში გააკეთო, იმის მიხედვით შემოსავალი რამდენი გაქვს, მაგრამ ყოველთვის შეაფასებ შედეგის მიხედვით. დღეს ვლაპარაკობ ჩვენ პრემიებზე, ხელფასებზე, ეგ არ არის ბიუჯეტის, ეგ ძალიან ცუდი რამეა. ეგ არის უზნეობა, მაგრამ ბიუჯეტის პრობლემა ეგ არ არის. ბიუჯეტის პრობლემა ის არის, რომ ის არასწორია საერთოდ, იდეაში არასწორია. ბიუჯეტი უნდა იყოს პროგრამული, ბიუჯეტი უნდა იყოს შედგენილი და მომართული შედეგზე, საბოლოო შედეგზე. არავინ არ იცის რა არის განათლების რეფორმის საბოლოო შედეგი. რამდენ წელიწადში უნდა ჩატარდეს, რა ინდიკატორები გაქვს. საბოლოოდ რა შედეგს ელოდები, რა უნდა მიიღო იმისგან, რასაც განათლების შესაბამისად ვერ შეამოწმებ შესრულებას. ამიტომ შესრულებასაც ვერ ამოწმებ. რა თქმა უნდა, ჩვენი დეტექტორის ანკეტა განათლების სისტემასაც, განათლებაზე მაგალითად მოვიყვანე მე განათლების სოფლის მეურნეობა. გასაგები აბსოლუტურად, მაგრამ იქნებ აქვე როგორ ხედავთ, ძალიან ბევრი აფიქსირებს პოზიციას, რომ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი ხარვეზია, ეს ეხება როგორც სასკოლოს, უმაღლეს და ასე შემდეგ. განათლების სისტემაში პოლიტიკის გატარებაში რა ცვლილებები შეიძლება შეგეტანათ თქვენ? მე მართალი გითხრათ, არ ვიცნობ დღევანდელ სტრატეგიას განათლების სისტემაში, არც ვიცი ასეთი არსებობს თუ არა. საერთოდ განათლებაზე მოთხოვნა არსებობს თუ არა საქართველოში? ჩემი აზრით არ არსებობს. იცით როგორ არის?
ბავშვი 10 წლის ასაკამდე დაახლოებით სწავლობს მშობლისთვის და მასწავლებლისთვის, ხო? ქებას იმსახურებს და ასე შემდეგ. მაგრამ 15 წლის ახალგაზრდა შენ ვერ გააგებინებ, რატომ უნდა ისწავლოს ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია და ასე შემდეგ. რა გამოვა ამას რო ისწავლის, ვინ გახდება სამომავლოდ? შესაბამისად, სწავლობენ მხოლოდ იმ საგნებს, რომელსაც მერე გამოიყენებენ უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისად, დავამთავრებ სიტყვაში. ჩვენ ვღებულობთ ზოგად განათლება მიუღებელ ახალგაზრდობას, რომელსაც ასეთივე განათლება ელოდება საბოლოო ანგარიში უმაღლეს სასწავლებელში. მე მაგალითად გავაკეთებდი ასეთ რამ. ეკონომიკა ითხოვს ყოველთვის განათლებულ ადამიანს. ეკონომიკის მაგრამ ეკონომიკის განვითარებას ჩვენ ვერ დაველოდებით. ჩვენ უნდა დავიწყოთ განათლების სისტემის რეფორმა, მათ შორის საშუალო განათლებისა, ზოგადი განათლების. მე მაგალითად გადმოვიტანდი ერთიან ეროვნულ გამოცდებს და კარგი ეს წესი, გადმოვიტანდი სკოლაში გამოსაშვები გამოცდების სახით 9 საგანში 8-9 საგანში. ოღონდ ამას ეხლა ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ბავშვები მომზადებული არ ერიან. ამიტომ პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს 7-8 წლიან მომზადების კურსს ბავშვებისას, რომლებსაც შეეძლებათ სკოლის დამთავრების პროცესში მიიღონ ატესტაცი ნორმალური და მერე ამ ატესტატის მიხედვით აირჩიონ უმაღლესი სასწავლებლები, აღარ არის საჭირო მისაღები გამოცდების ჩატარება. ანალოგიური სიტუაცია არის უმაღლეს სასწავლებლებში. გასაგებია ბატონო რეზო, განათლების სისტემის პრობლემებზე იმდენი მესმის, იმდენს ვხედავთ ამას ეს არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული დაკვირვება. აი ამას წინათ, ესე იგი წელს ამთავრებს დაახლოებით 44,000 აბიტურიენტი და ინსტიტუტში ჩაბარების საშუალება ექნება 40,000. გაუგებარია ჩემთვის ეს. ვერ გავეგე, გასაგებია რომ კი კარგია ერთის მხრივ რომ ბავშვები თქვა დაკავებული იქნებიან, ისწავლიან, მაგრამ არა მგონია რომ სხვა ქვეყნებში იყოს აი ესეთი მაჩვენებელი. ან თვითონ არ მინდა ჩავერიო უბრალოდ ეს ბიზნესია, გასაგებია უმაღლესი სკოლა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით მე რამდენადაც მახსოვს 59 უმაღლესი სასწავლებელია. გჭირდება ან ამდენი უმაღლესი, ან რომ დაამთავრებენ, მე ისინი ძირითადად სამუშაო ადგილს ვერ პოულობენ და რისთვისაა ეს სისტემა აბსოლუტურად გაუგებარია ხშირ შემთხვევაში. ასე რომ განათლების სისტემის პრობლემებზე მართლაც სერიოზული მსჯელობა სჭირდება. ალბათ პარტიებსაც, საზოგადოებასაც, მაგრამ ხომ არ გადავსულიყავით შემდეგ კითხვაზე, მაგალითად დასაქმების პრობლემა როგორ შეიძლება მოაგვაროს ქვეყანამ. წეგან თქვენს ეკონომიკის განვითარებაზე საუბრობდით, მაგრამ ეს ამაზეა ალბათ მიბმული, მაგრამ მაინც თქვენი ხედვა ამ თემაზე როგორი იქნებოდა? არაფერი, ერთადერთი გამოსავალი არსებობს აქა. ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მათ შორის სახელმწიფო ხელშეწყობა. კონტროლის პალატა, ისევ კონტროლის პალატამდე მივედი იმ სმენელის გამო. ხო, ეროვნულ ფორუმს აქვს თავისი ხედვა, თავისი გეგმა. მე გეტყვით რომ ჩვენ ნახეთ ხარჯებში, საბიუჯეტო ხარჯებში დაახლოებით 300 მილიონი ლარის გამონთავისუფლების შესაძლებლობა, რომ ეგრეთ წოდებული სტარტაპები დაფინანსდეს და დაფინანსდეს ძირითადად რეგიონებში 50-დან 100,000 ლარამდე გრანტების, აფერი არ და 40 მილიონზე ამ წუთში ლაპარაკი. გრანტების, დიახ, დღეს იყო პრეზენტაცია. დიახ, ის გამახსენდა. გრანტების და ნაწილობრივი დაბრუნებადობის პრინციპით. კონკურსის წესი დაახლოებით 5,000 გამარჯვებული შეიძლება დაფინანსდეს 50-დან 100,000 თუ ნაკლები იქნება კიდევ უკეთესი. 40 მილიონი ეხლა ვცდილობთ რომ იქნებ 500 მილიონამდე გამოიძებნოს ეს რესურსი და ძირითადად ეს არის მთავრობის, მთლიანად მთავრობის და სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციის ხარჯზე. მე მოგახსენეთ პროგრამული ბიუჯეტი გააკეთებს იმას, რომ ოპტიმიზაცია ავტომატურად მოხდება სახელმწიფო სტრუქტურებისა, იმიტომ რომ სტრუქტურა შეიცვლება. დღეს თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ სამინისტროში დეპარტამენტს, რომელსაც ქვია პროგრამების დეპარტამენტი, ან რომელიმე პროგრამის დეპარტამენტი. არსებობს მინისტრი, მოადგილეები, სამმართველოები, დეპარტამენტები, ოღონდ ყველაფერზე პასუხისმგებელია და კონკრეტულ შედეგზე პასუხისმგებელი საბოლოოდ არ არის არავინ. დაიწერება გეგმა, უნდა დაიხარჯოს
ხელფასზე ამდენი დაიხარჯება, ესე იგი კანონიერია. არ დაიხარჯება, ესე იგი უკან. შედეგი რა არის ამისი? ვიღაცას აქვს სამსახური სახლში, მიაქვს პურის ფული. მე არაფერი შედეგი. თქვენ მე მგონი შეკითხების რაოდენობა უნდა შეამციროთ. კი ბატონო, ჩვენ ახლა გადავალთ იმ თემაზე. მაგრამ ერთ წუთი ბოდიშის მნიშვნელოვანი საკითხებია და მათ შორის უსაფრთხოებასაც ეხება და ყველაფერს ახლა წელში გატეხილი და გაღარიბებული ქვეყანა რა უსაფრთხოებაზე ან საგარეო პოლიტიკაზე ილაპარაკებს. ვინ კითხავს მას საგარეო პოლიტიკას, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხებია ეს პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა, სისტემის გაწმენდა, სტრუქტურისა და ფუნქციონირების სტილის შეცვლა. აქედან გამომდინარე იმის რა ქვია ანტიმონოპოლიური ღონისძიების გატარება და იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც მრავალპროფილური ისა აქვს თავის თავზე აღებული უფლებები და პრინციპში ჩაგდებულია ხელში ეკონომიკური სივრცე, ეს მრავალპროფილურობის აკრძალვა და მხოლოდ პროფილის მიხედვით მუშაობის უფლების დატოვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა ინფლაციური ხარჯების შეზღუდვა და შემცირება ამავე პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც სტაგფლაციურ მდგომარეობას გიხსნის ქვეყანაში მონოპოლიებთან ერთად. ეს დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა რას ემსახურება, ხო? ეს ახალი ბიზნესი და საშუალო მეწარმეობა უნდა გავიდეს და შეიქმნას რეგიონებში, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორია იქნას ათვისებული ქართველი მეწარმის მიერ და თბილისი განიტვირთოს და გაკეთდეს ბუნებრივი ეკონომიკური სამეურნეო გამწვევები, რომ მთელი საქართველო ამუშავდეს და ჩაერთოს ამ მცირე მეწარმეობის განვითარების პროცესში. და ამ თბილისში არ იყოს ყველაფერი მოგროვილი, რომელსაც ეფექტიც არ მოაქვს, ძირითადად თვითგადარჩენის და არსებობის გახანგრძლივებისთვის არის თავმოყრილი აქ და ასე შემდეგ და ასე. არ მინდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის გარეშე, მხედველობენ აქვს საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება. ამ საკითხებზე როგორია თქვენი ხედვა? თქვენ როგორ ხედავთ, როგორ წარმოგიდგენიათ როგორ წარმოუდგენია ეროვნულ ფორუმს? ესეც არის დასაქმების საკითხი. ოღონდ სახელმწიფოს სწორად დასაქმების საკითხი. საგარეო პოლიტიკა. სახელმწიფო თუ არ დაასაქმე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, შენ ერის და ამ ქვეყანაში ჩვენს ქვეყანაში ცხოვრები ადამიანების დასაქმება იმ მრავალფეროვანი უნარების და შესაძლებლობების გამოყენების მიხედვით, რაც მათ აქვს, ვერ შეძლებ დარჩება ტრანზიტული დერეფნისა და ტურიზმის მომსახურე ხალხად. ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში საქართველოს რეალური ფუნქციის მოძიება, ერისთვის პირდაპირ თვითრეალიზების საშუალების მიცემა ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენთვის, რასაც ემსახურებით წლების განმავლობაში უცხოელ პარტნიორებთან ერთად ვეძებთ ფორმატს სამხრეთ კავკასიაში, რომლის ცენტრი შეიძლება გაკეთდეს საქართველოში და საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესში ჩაერთვება ისეთ მომრიგებლად საქართველოს, რომლის მსგავსი ფუნქციის შესრულება ქართველი ერის უნიკალური ფსიქოტიპური შესაძლებლობების გამო სხვაგან და სხვას არ შეუძლია და ასეთ ფუნქციამდე მისვლა შესაძლებელია ქვეყნის, მაგრამ ბუნებრივია ამას იმ საკითხების მოგვარება ჭირდება, რაზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ წელში გატეხილი და ღარიბი და არათვითქმარი ქვეყანა სერიოზულად არ აღიქმება. ამისთვის არის საჭირო ბევრი საერთაშორისო სივრცე, მათ შორის დასავლური სივრცეები, სადაც არსებობს ისეთი სტრუქტურები და გამოცდილება, რომელთა აქ გადმოტანით შეიძლება აქ აამუშავო ისინი უკეთესად, ვიდრე მუშაობს თქვა ჟენევაში ან ნიუ-იორკში ეხლა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის ყველა დაპირისპირებული თუ პარტნიორი მხარის ერთად შესაკრებელი სივრცე შეიქმნას, რომელიც სხვათა შორის ქვეყნის ფუნქციური გამთლიანების წინაპირობასაც შექმნის, იმიტომ რომ ის დარჩენილი ხეიბარი სახელმწიფო რაც ახლა არის, ამას არ ყოფნის, ამიტომ ამას დაჭირდება აფხაზეთიც, ცხინვალიც და მთელი ამიერკავკასია. გასაგებია, საგარეო პოლიტიკის თემა იმდენად რთულია და გვინდა არ გვინდა ის რა თქმა უნდა ამ თემაზე მსჯელობას მივყავართ რუსეთის საკითხად. როგორ ხედავთ თქვენ ქართული პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში? თითო წუთი გაქვთ პასუხი და 2008 წელს მოხდა ომი. ჩვენთვის ქართველებისთვის ომი არ დამთავრებულა. ჩამოჭრილი გვაქვს ტერიტორიის 20%, ამიტომ მიმართებაც აქედან გამომდინარე არის. რა თქმა უნდა, რუსებთან შეიძლება ლაპარაკი დეოკუპაციის საკითხებზე, სხვა საკითხებს მე სხვილ საკითხებს ვხედავ. თუმცა ერთიერთზე მათთან დარჩენა ერთიერთზე არ შეიძლება. ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართვა ქვეყნის, მეკავშირეები და ისეთი ფუნქციის წამოღება საქართველოსთვის, რომლის სახელითაც ჩვენ შეიძლება ილაპარაკო რეგიონში ნებისმიერ მეზობელთან, როგორც რაღაცის მქონემ და არა მათხოვარმა და მხვეწნელმა. და ბუნებრივია, მაშინ რუსეთი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის შემქმნელი შეიძლება პირიქით უსაფრთხოების უღრმესი მადლობა
რუსეთი როგორც პრობლემა, თავად აქციო ამავე პრობლემის მოგვარების საშუალებად, მაგრამ ამას სერიოზული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური და დიპლომატიური საქმიანობა ჭირდება. ბატონებო, ჩვენ დაგვრჩა ძალიან ცოტა დრო, მაგრამ მე მაინც უნდა დაგისვათ ბლიც ანკეტის რამოდენიმე კითხვა. ბატონო რეზო 90-იანი წლები რო იყოს ახლა თქვენ ისევ ჩაებებოდით ქართულ პოლიტიკაში? ხო, მე მეკითხებიან ხოლმე ასეთ შეკითხვას მაძლევენ. რომ არ ჩავმულიყავი, მაშინ არ მეყოლებოდა ის შვილი, რომელიც მყავს, ის შვილი, რომელიც დღეს მყავს და ასე შემდეგ. მე არ ვიქნებოდი ის, ვინც ეხლა ვარ. ამიტომ არ ვაპირებ უკან დაბრუნებას არავითარ შემთხვევაში და ვერც განვიხილავ იმ საკითხს, ისევ ჩავებმობოდი თუ არა. მე ცხოვრება გავიარე ისე როგორც გავიარე. რევაშაშვილი, რასაც ქვია, ან ვისაც ქვია, არის ის, ვინც ეხლა თქვენთან სტუდიაშია და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ კარგი ადამიანი და რატომ უნდა მოგცეთ ხმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენმა მომჩევლა. ბატონ კახა, თქვენ მინდა გკითხოთ, თქვენ შეხვდით ბატონ გუბა სანიგიძესთან ერთად ივანიშვილს. ამ საკითხზე ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო. თქვენ რა შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი გვითხრათ, ვიდრე აქამდე თქვით? უფრო მეტი არაფერი, რა თქმა უნდა, შეხვედრა იყო ძალიან მეგობრული, თბილი, მაგრამ იყო კერძო და პირადული შეხვედრა, ამიტომ ახლა საჯაროდ ამ შეხვედრის დეტალების განხილვას ბუნებრივია მე მით უმეტეს ცალმხრივად არ ვაპირებ, თუ ამის რამე აუცილებლობა არ დადგა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ ყოფილა იქ ისეთი განხილული ან ნასაუბრები, რომელზეც საჯაროდ არ შეიძლება საუბარი პირდაპირ ეთერშიც კი შეგვიძლია. კი ბატონო, თქვენ სულ რამოდენიმე წამი გაქვთ ბატონებო მიმართოთ ოპონენტებს და თქვენს ამორჩეველს. გისმენთ? თქვენი კითხეთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმაო და რაც ჩვენ აქ ვილაპარაკეთ, მე მგონი პირიქით არ უნდა მოგცეთ ხმა, იმიტომ რომ ის ვინც შეჩვეულია იმას, რაც არსებობს ახლა და ჩვენ ამის თავდაყირად აყენებას ვაპირებთ, ანუ წაღმად აყენებას და სისტემური ცვლილებების, შიდა სისტემური ცვლილებების ისეთ განხორციელებას, რომელიც ტრანსფორმაციას და რევოლუციას ნიშნავს მიდგომების, ხო? ვინც ახლა ამ ყველაფერს მიჩვეულია და თავის რიგზე ელოდება, რომ ხელისუფლების ყოფნით და სახელმწიფოს ხარჯზე მოიწყოს ცხოვრება, ბუნებრივია, ხმა ჩვენ არ უნდა მოგცეს ასეთმა ადამიანებმა. რეზულას დაამატებ. არაფერს აღარ დავამატებ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გასაგებია ჩვენ რაღაცა ხო არ დამრჩა პასუხი გაუცემელი. ჩვენ მართლაც ბევრი დაგვჭირ, მაგრამ ჩვენი გადაცემის დრო პრაქტიკულად მართლაც ამოიწურა. მე შეიძლება ოპონენტებს რას ვეთყოდი და ასე შემდეგ. დიახ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძალიან წაკიდებულები ვართ რატომღაც ერთმანეთს ქართული საზოგადოება და აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი მეთოდებით ვებრძვით რატომღაც ერთმანეთს და უფრო გამეტებით ვიდრე მტერს ხანდახან. და ერთხელ ქალბატონმა ცოტა ხნისი როცა დარეკა იკითხა ომის დროს რა უნდა ვქნა. შიდა ეროვნული თანხმობა და ნორმალური ფორმების მოძებნა ერთმანეთთან ურთიერთობის თუ დისკუსიის და რაღაც გენერალურ იდეაზე შეთანხმება ეროვნულ იდეაზე შეთანხმება იქნებოდა ყველაზე კარგი ჩვენი დრო ამოიწურა. მე იმედია მომცემენ საშუალებას. ჩვენი გადაცემის დრო პრაქტიკულად ამოიწურა. მე ის გადამრჩენია ჩვენ სტუმრებს მადლობა უთხრა გადაცემაში მონაწილეობისათვის, ხოლო მსმენელებს შევახსენოთ, რომ რადიო პალიტრის ეთერში გადაცემაში პოლიტიკური დეტექტორი თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობდა ჟურნალისტი კობა ბენდელიანი. მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ გვახსოვს წარსული და ვიყურებით წინ. პოლიტიკური დეტექტორი კობა ბენდელიანთან ერთად. დეტექტორი ტყუილს გამორიცხავს.